ინძებნია თურმე რამდენი სიმღერაც მithქვას სულ ყველა შენთვის დამიმღერნია თურმე რამდენი სიმღერაც მithქვას სულ ყველა შენთვის დამიმღერნია ლიტერატურული თეატრი აგრძელებს პროექტს, როცა ერთმანეთს ჭირდებით. დღეს მაყურებელს უნდა გავაცნოთ ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს კიდევ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ბატონი დავით ლუსმანაშვილი. ბატონმა დავითმა 4 წელზე მეტი მოღვაწა საგანმანათლებლო სფეროში, სხვადასხვა პოზიციებზე, სხვადასხვა თანამდებობებზე, ბოლოს იგი გახდა სარგოშის საჯარო სკოლის დირექტორი. ამჯერად ჩვენ მასთან სტუმრად ვიმყოფებით ქალაქ ზესტაფონში, ბატონი დათო ცხოვრობს სარგოშიც და ზესტაფონშიც, ამჯერად ზესტაფონში ვართ მასთან მის უმშვენიერეს გარემოში, მის ძვირფას ოჯახში სტუმრად და მალე არა მარტო ხარაგაულელებს, არამედ მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ შევახვედრებთ ამ არაჩვეულებრივ დიდებულ პიროვნებას, რომელიც გარდა იმისა, რომ პედაგოგი გახლავთ, წერს ძალიან ლამაზ ლექსებს, არის პოეტური კრებულის ავტორი. ჩემი ცხოვრების წლებმა გაიარა სკოლის პირობებში. მშობლები გახდნენ პედაგოგები. ბაბუაც კი 4 წელი ჰქონდა დამთავრებული და რუსულ ენას ფლობდა. შემდეგ მამა იყო რუსულის პედაგოგი, დედა ისტორიკოსი. მამამ იმუშავა 59 წელი სარგოშის სკოლის რუსული ენა და ლიტერატურის პედაგოგად. დედამ იმუშავა 50 წელი. დავამთავრე ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტის რუსული ენა ლიტერატურის ფაკულტეტი, რუსული ენა ლიტერატურის სპეციალობით. დავიწყე მუშაობა ზესტაფონის მე-4 საშუალო სკოლაში. შემდგომ რამოდენიმე სკოლა ვარჩიე, ჯერ კიდევ სტუდენტი გახდით, როდესაც მეორე სკოლაში გამიშვეს საღამოს სკოლა იყო ასეთი პედაგოგად. სტუდენტის პერიოდში ქუთაისში აქეთა სიარულის ზესტაფონი და არ შემძელი. მე მე-4 სკოლაში 5 წელი დავყავი და შევითავსე მეორე სკოლა, ეს იყო არგვეთაში. როდინაულშიდაც მქონდა საათები. ეს იყო ზესტაფონის პერიოდი, პედაგოგური მოღვაწეობა, ესე იგი აქ ხანგრძლივად იყო ჩემი. შემდგომ მამა პედაგოგი იყო, იქ დაამთავრებდა სარგოშის სკოლაში და მეხმობდა რომ მობზადი სახლში. მამის ზეგავლენით დაუბრუნდი მინდოდა დაბრუნება და რა თქმა უნდა დაუბრუნდი სოფელს. გადავედი სარგოში 1994 წელს. მანამდე ვიყავი ლაშის სკოლაში 3 წელი. ჯუმბერ კვენიკაძე იყო დირექტორი, მოადგილე გახდა აზაბანცაძე, ორგანიზატორად დამნიშნა. სარგოშის სკოლაში მივედი 1994 წელს. 2005 წლიდან გავხდი სკოლის დირექტორი და ვიმუშავე 2018 წლამდე. 18 წლიდან პენსიაში გახლავართ, უკვე 7 წელი გავიდა. ჩემი პედაგოგური მოღვაწეობა დაიწყო ქალაქ ზესტაფონში 1976 წლიდან და დასრულდა 2018 წელს. ჩვენი ოჯახი დაკავშირებული იყო სარგოშის სკოლასთან, როგორც მშობლები, ისე მე პირადად. მეუღლეც პედაგოგია და იმოღვაწა ზესტაფონის სკოლებში, მათ შორის პროფესიულ სასწავლებლებში, მათემატიკის მასწავლებლად. სარგოში მაქვს მეურნეობა, გვაქვს კარგი ვენახი, გვაქვს ჟოლო ქონდა და ბევრი აღარა გვაქვს, გვაქვს ცხილის იბზის შვილი დავზანდება და უვლის ყველაფერ ამას. სარგოში ჩემს არის რეალურად ყველაფერი, ვერ დავტოვე მე სარგოში, ძირითადად დროს მართლაც ვატარებ სარგოში, შრომა საქმიანობაში. ოჯახი ძირითადად ზესტაფონშია, არ არის არც ერთი კვირე რომ შვილი ზალი და შვილიშვილები არ მოვიდნენ და იყვნენ სოფლებში და მეხმარებიან რა თქმა უნდა. ძირითადად ასეთია ჩემი ცხოვრება, ყოფა ცხოვრება, მივედი სიბერისკარამდე. 1 ოქტომბერს გავხდები 73 წლის. მართალია რომ პრეტენზია არ აქვს პოეტობაზე, აგერ ერთი კრებული შევძელი, გავხაროთ თქვენი დახმარებით, რედაქტორობით, ცივა უთხროთ. პირველი მაქვს მეორე კრებული
კიდევ დაუწყო ჩემს შვილსა და მომავალს. 70 წელს ვარ უკვე მივედი სიბერის კართან. უფრო და უფრო ძიმდება გული. მიჭირს წარსულთან გამოთხოვება წინ მომავალის შანსს დაბინდული. ზოგჯერ გამქონდა ცხოვრება ბრძოლით. ზოგჯერ იღბალი მომექცავად. ბევრს მივახციე ჯიუტი შრომით. ძალიან ცოტა მოვიდა თავად. ხოლო სწავლა შრომით შევძელ წარმატების განაღდება. კვლავ ოცნებობს სექტემბერზე ხიბლავს სწავლის განახლება. სოფლად מחარებს ვენახი, ვაყეყანა და ფერდები, გათოხრას შევძელ ყველასი, მაინც ვატყუფრ ბერდები. არავის აზრზე მივლია და ლელოც ჩემით გამქონდა, დარდიც ალერსით და სითბოს ამაყ გულით დამქონდა. ჩემიანებს უცხოს მავანს, გული ყველას უთავისე, აზრს ვერ ხედავ ღალატისთვის, საყვედური უთხრა ვისმე. ზოგ წლები მალე გაფრინდა და დამიტოვა სათქმელი, სიბერე მომიკაკუნა, სურს ჩამირაზოს სარკმელი. მრავალმა წელმა და დარდმა სახე და სული დაღარა. გული მაქვს ახალგაზრდული და ბევრს არ ნიშნავს ჭაღარა. მაქვს ბევრი მუსაგონარი, სასიგადულოც მცირედი, იმედის და უკარგავად სიბერემდენაც მივედი. ბევრთან ძმობაში გავლიე, ჩემი ცხოვრების დღენი, ვინ შემიბრალა, ვინ კიდევ მწარედ გამომკრა წელი, ბრძოლა ჭიდიდში გავიდა 70 წელი. დღემდე ასე რომ გავძელი, ბურჯი ვიყავი მაგარი, ამას თუ დამეფასებენ, ვარ დიდი ნამაგარი. ვიდრე მამყოფებს უფალი სულ სიყვარულით ვიარო, ცხოვრება თავისუფალი ბოლომდე გამოვიარო. იუბილარის სტატუსმა მაჭირჭი გადავითი, ვისაც რომ გაგახსენდებით, კვლავ სიყვარულით დაგითვლით. ეს სწავლის პერიოდში განიცანი მეუღლე თამარ ჩობახიძე, ალექსანდრე საშული ჩობახიძე. სწავლით 4 წელი ერთად ერთ ოჯახში ცხოვრობდით. დაოჯახდით 1979 წელს შევქენით ოჯახი, ყავს 2 შვილი, 4 შვილი. მიამაღება ეს კარგი შვილები არ მინდა ეს გაზვიადებით თქვა ეს რეალობა ყველას უყვარს ეს ადამიანები, მე ვამაყობ ჩემი შვილებით და შვილიშვილებით და ალბათ საფუძვლიანია ეს სიამაყე რომ ყველა მშობელს ახარებს თუ შვილი წაბადებულია. ძვირფასი ოჯახი შევხვდა, ძალიან შრომელი, ძალიან კეთილი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი, ასევე სიძე, უპატიოსნესი ხალხი, მესარიონ სახვაძე, წარმატებული ახალგაზრდა, მუდამ ხებული თავისი ინტელექტით, შრომელი და დაფასებული პიროვნება, სადაც უმუშავნია ყველგან დიდებული სახელი და ადამიანების სიყვარული დაიმსახურება. ჩემი სახალიც მიამახება, რა თქმა უნდა, ეს თხოვე გურამ სახვაძის მობრძანები მიხო ჩემთან, ხშირი შეხვედრები არ აქვს და ამ დღეს გამონახატო და მოვიდა და სიყვარულია ჩემი. 26 წლის შექმნილი ოჯახი გვაქვს, სიყვარულით შექმნილი ოჯახი. და გამეთანხმებით, როდესაც ოჯახი იქმნება, მთავარი დანიშნულება კარგი შვილების გასვლა. ჩვენ ეს 46 წელი შრომით მეც ჩემმა მეუღლემაც გავლიეთ. კიდევ დიდხანს მინდა ვიცოცხლოთ და ვიყოთ შრომით. გავზარდეთ შვილები და დღეს ვამაყობთ ჩვენი შვილები. შვილიშვილები ხო ამის მსგავსი სიყვარულით ვარსებობდა ამ ქვეყნად ვერ წარმოვიდგენდი. ყველა ბებია ბაბუა დამეთანხმება ამაზე. ეს არის რაღაცა საოცრება. მოგიყვარს და იმასაც ვუყვარხარ. რა ყოფილა სიჯაბუკე ჩემო კარგო ხტები უკვე ეს ლებია სიყვარულისა ზეცა სამხენეო აბარეკა გვარედა თუ ჯვრისკენ იდოლება გალავშავ თვალთრად შერგოშიაც მიდოლება ეს მე შენი სწორი ვიქნებიო გამეგავიდა ნაუზვარი გალავმუამირი ვიქრებიო მამშორ გაიგონენა უყარი მამშორ გაიგონენა უყარი სტუმრებო პირველ რიგში მადლობას მოგახსენებთ
მობრძანებისათვის, ჩემი მამის დაფასებისათვის, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი მეორე მხარე, რაც ჩვენ ქართველებს მოგზდევს შეგვეფერება და ტრადიციულად ასე ხდება ყოველთვის და ეს არის ქართული სუფრა, რომლისოდაც დღევანდელი დღე ვერ შედგება და არც უნდა მოხდეს და ხოთ მობრძანდეთ სუფრასთან. დანაცვალე ჩემ ხარაგაუს, ჩემ ადგილის დედას. მოგვალ შეხვედრამდე ხალხო, ენაცვალეთ, სარგვეში შევხვდებით აუცილებლად, იქაა ჩემი სამშობლო და ძირითად საძვალე.